ძველი თბილისის ისტორიული უბნები ხარფუხი და აბანოთუბანი საუკუნეების წინ თაბორის მთის ძირშია გაშენებული. ბოლო წლებში ხელისუფლებამ ძველი უბნების რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა აქტიურად დაიწყო. დაინტერესება ამ უბნის მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქალაქის მერიამ პროექტი რაც შენია შენია დაიწყო. მოსახლეობას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების და კანონების შანსი მიეცათ. მამუკა დარისპანაშვილი ხარფუხში, გრიშაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ოჯახის და მეზობლების სახლებს უკანა მხრიდან ციცაბო ფერდობი ესაზღვრება, რომელიც ცურტაველის ქუჩით მთავრდება. წლების განმავლობაში ცურტაველის ქუჩიდან მათ სახლზე ნაგავი იყრებოდა. პრინციპში სისტემატიურად ვუვლიდით ამ ტერიტორიას, იმიტომ რომ აი აქ ისეთი ციცაბო ადგილია, ძალიან მიუდგომელი ადგილია და ნაგავსაყრელად იყო ქცეული ეს ტერიტორია. ამავე ფერდობს ესაზღვრება ლალი მდინარაძის სახლიც. მან სახლის უკან ფერდობის ძირში პატარა ბაღი გააშენა. მისმა ოჯახმა ძველი თბილისის გამგეობას რამოდენიმეჯერ მიმართა ბაღის დაკანონების თხოვნით, თუმცა უარი მიიღო. ბევრჯერ მივმართეთ მაშინდელ ხელმძღვანელობას. ერთი-ორჯერ კი გაგვიწმინდეს. ხო, მე იძულებული შევიქმნით ჩვენი სახსრებით, აგვეშენებინა ის კედელი. მეზობლების მიერ ერთობლივად აშენებული კედელი დროდადრო იშლებოდა, რასაც ისინი სისტემატიურად აახლებდნენ. აი ეს ნაგვეთი იყო შემი, მე აქ შემი 2007 წლის ბოლოს ხარფუხში ტელევიზიით გასული სოციალური რეკლამა ნახეს. ქალაქ თბილისის მერია მოქალაქეებს სწორედ ისეთი მიწების დაკანონებას პირდებოდა, როგორიც მათი სახლების უკან მდებარეობდა. სამეზობლოდან პირველმა მერიას ლალი მდინარაძის მეუღლე მიმართა. შევაგროვე ყველაფერი, რაც მივედი გამგეობაში. ჩამომიწერეს ესა აზომვითი ნახაზი, საკადასტრო რუკა, ელექტროვერსია, ეს თქვენი მიწის აზომვითი ნახაზი, გეგმა, ყველაფერი, რომ ეს თქვენ მომიჯნავე ტერიტორია. ეს ყველაფერი გავაკეთე და შევაგროვე ეს ყველაფერი საბუთები და წავიღე. ჩავაბარე გამგეობას. ძველი თბილისის გამგეობიდან მდინარაძის განცხადება მერიაში 2008 წლის 14 იანვარს გადაიგზავნა. როგორც თავად იხსენებს მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რამოდენიმეჯერ მიაკითხა. შემდეგ დღე-გამოშვებით რეკავდა და საკუთარი განცხადებით ინტერესდებოდა. ამ დროისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით ირკვევა, რომ მიწა, რომლის დაკანონებასაც ის ითხოვდა, არავის სახელზე რეგისტრირებული არ ყოფილა. ჯერ არა ქალბატონო, ჯერ არ არის განხილული, არ არის განხილული. მერე მოხდა ასე, რომ მომივიდა წერილი. თითქმის 3 თვე ასე გაიყვანეს 3 თვე. ამირიეს, გზაკვალი და 3 თვის მერე მომივიდა მერიიდან წერილი შეტყობინება, რომ ეს თქვენი საბუთები არის ასლები და გთხოვთ შემოიტანოთ დედნები. ნუ ეს დედნები ყველაფერი გამზადებული მქონდა. იმ დღითვე ვერ მოვახერხე, მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო და მაინც ესე დეპრესიაში ვიყავი და 1-2 დღის მერე ეს ყველაფერი წავიღე მერიაში. ქალაქ თბილისის მერიაში საბუთები არ მიიღეს. მიზეზი 2007 წლის ბოლოს წინასაარჩევნოდ ფართოდ რეკლამირებული პროექტის რაც შენია შენიას დროებითი შეჩერება იყო. გაჭიანურდა ეს საკითხი. ძირითადად იყო მიზეზი რა. ის მიზეზი იყო, რომ დროებით შეჩერებულია ლეგალიზაციაო და მოგვაკითხეთ მერეო. მერე რამდენ ხანში მერეო რომ ვეკითხებოდით? არ ვიცითო, შეიძლება 2 თვეში, შეიძლება 2 წელიწადშიო. ქალაქ თბილისის მერიამ გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს მხოლოდ 1 წლის შემდეგ უპასუხა. 2009 წლის იანვარში მოწერილი ოფიციალური წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მათ ურჩევდა, რომ საკუთრების უფლების აღიარებისათვის საჯარო რეესტრისათვის მიემართათ, რადგან მათი საბუთები მერიამ სწორედ საჯარო რეესტრში გადააგზავნა. ლალი მდინარაძემ საჯარო რეესტრს მეორე დღესვე მიაკითხა და იქვე მან გაარკვია, რომ მათი სახლების მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი 562 კვადრატულ მეტრში ადგენდა, მერიამ სხვას დაურეგისტრირა.
მათ შორის მანანა წასიძის სახლის მიმდებარე ნაკვეთიც მოხვდა. მე უკვე აღმოჩნდა რომ თურმე სრულად შემთხვევით გავიგეთ ეს ჩვენ აზეც ვერ მოვიდოთ რომ შეიძლება ეს ვინმეს დაემტკიცებინა ისტორია. აღმოჩნდა რომ არის გასხვისებული და სხვის სახელზეა გაკეთებული. ის რაც ჩვენთვის იყო შეჩერებული ეს ლეგალიზაცია, ჩვენთვის იყო ომი, ჩვენთვის იყო საგანგებო მდგომარეობა, არ ყოფილა სხვისთვის, ვიღაცისთვის, რომელმაც სწორედ ამ პერიოდში გაიფორმა ეს ნაკვეთი. მოგვიანებით უკვე გაირკვა, რომ იმ დროს, როდესაც მათი საბუთების განხილვა შეჩერებული იყო, მერიამ ორი ქუჩის მოშორებით, ნიზამის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებ ეთერ სარქისოვას, ხუთი ოჯახის, დინარაძის, დარის პანაშვილის, გუსეინოვის, კუტალიას და წასიძის სახლების მომიჯნავე მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირა. ამ ეთერ სარქისოვას არ ვიცნობდი, სწორედ სიურპრიზი იყო, რომ გავიგე, რომ ვინმე ეთერ სარქისოვაზე იყო გაფორმებული ეს ნაკვეთი. მით უმეტეს, რომ მოგვიანებით გავარკვიე, რომ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში, აი სწორედ იმ პერიოდში, როცა გაიფორმა ნაკვეთი, ვერც დადიოდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი და ცხოვრობს ქუჩის მეორე მხარეს და საკმაოდ მოშორებით, არ ვიცი. მიწის დაკანონებიდან მცირე დროში ეთერ სარქისოვა გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი აცხადებს, რომ ცურტაველის 20-21-ის დაკანონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ადვოკატებმა ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს და ის დოკუმენტაცია მოითხოვეს, რის საფუძველზეც მიწის დაკანონება მოხდა. მერიაში საბუთები არ მისცეს და უპასუხეს, რომ დოკუმენტაცია პროკურატურას ჰქონდა ამოღებული. პროკურატურაში აღნიშნული დოკუმენტაცია შეისწავლეს, დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და ისევ მერიაში გადააგზავნეს. ადვოკატებმა მერიიდან მიღებული დოკუმენტაციიდან გაარკვიეს, რომ მერიის საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა 2008 წლის 18 ივლისს შედგა. აღმოჩნდა, რომ კომისიამ არ განიხილა ლალი მდინარაძის განცხადება, მაგრამ იბრძოლა ეთერ სარქისოვას წარმომადგენლის, ზაზა აბესაძის განცხადებაზე. მან მერიას 4 თვის შემდეგ 24 აპრილს მიმართა. ზაზა აბესაძე სწორედ იმ მიწის დაკანონებას ითხოვდა, რომელიც ლალი მდინარაძის და მისი 4 მეზობლის სახლის მომიჯნავე იყო და რომლის დაკანონებას მეზობლები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. კომისიამ იმსჯელა და ზაზა აბესაძეს მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირა. თუმცა ის დოკუმენტაცია, რომელიც მან წარადგინა მერიაში, ეთერ ხორნაულის თქმით ძალიან საეჭვო იყო. მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება პროკურატურას იქ დარღვევა არ ეპოვა, იმიტომ რომ ყოველ დოკუმენტში არის უამრავი დარღვევა და ყოველი დოკუმენტი არის გაყალბებული. გენერალური მინდობილობაა გაცემული იმ მიწაზე ეთერ სარქისოვის მიერ, ვითომ ეთერ სარქისოვის მიერ, სინამდვილეში ის ეთერ სარქისოვის მიერ გაცემული მინდობილობა არ არის, იმიტომ რომ მასე ხელმოწერაც არ არის. და მინდობილობა იყო იმ მიწაზე გაცემული ეს იმ პიროვნების მიერ, ვისაც ამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა. სამშენებლო კომპანია კომპლექს დიზაინ სერვისის მფლობელი და დირექტორი ზაზა აბესაძე ეთერ სარქისოვას მინდობილი პირი 2008 წლის გაზაფხულზე გახდა. როგორც თავად ზაზა აბესაძე აცხადებს, სარქისოების ოჯახთან დაახლოება ეთერ სარქისოვას შვილიშვილის არკადი ხალათოვის საშუალებით მოხდა. ზაზა აბესაძე ამბობს, რომ სარქისოების ოჯახი ის კატეგორიაა, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. რომელსაც თქვა გატივის შემთხვევაში დადულად უარყოფს ვიღაცა. გატივის შემთხვევაში. ინახელის მოწერის შემთხვევაში დადულად უარყოფს ვიღაცა. და თქვენ როგორ ნახეთ ეს ადამიანი და აკობელია, შენიგაც ის ბავშვი აკობელია. რასი და ის სარგებლობდა მაგოიზის ნაკვეთს რა. მას შემდეგ, რაც მერიამ ძველ თბილისში მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირა, ზაზა აბესაძემ ის 200.000 ლარად თავისივე ფირმის იურისტს, ნინო ინასარიძის ინდივიდუალურ ბინათმშენებლობას, ცურტაველის 20-21 მიყიდა. მერიიდან მიღებულ საქმეში ადვოკატებისათვის საინტერესო კიდევ ერთი ნოტარიული აქტი იყო. კანონი ითხოვს სამი მოწმის მიერ დადასტურებას იმისას, რომ აი ეს ფართი ნამდვილად ირიცხება ვიღაცის ანუ იმ ფართით ვიღაც სარგებლობდა და ამ მოწმეების საშუალებით მერე დგინდება მის სარგებლობა და გადაეცემა საკუთრებაში. ერთ-ერთი ხელმომწერი ნოტარიულ აქტზე, რომელიც ადასტურებდა, რომ სარქისოვა ამ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა, მედია ჭავჭანიძეა. ბატონი მედია თქვენ ბრძანდეთ. როგორც მედია ჭავჭანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მან ნოტარიულად ეთერ სარქისოვას შვილიშვილის არკადი ხალვათოვის თხოვნით მხოლოდ მისი სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი დაუმოწმა. მედია ჭავჭანიძემ ადვოკატებს მისი მონაყოლი ხელწერილითაც დაუდასტურა. ვადასტურებ, რომ 2008 წლის 18 აპრილს ჩემთან მოვიდა აც განსვენებული ეთერ სარქისოვას შვილიშვილი და მთხოვა, რომ გავყოლოდი სანოტარო ბიუროში და მთხოვა დამედასტურებინა, რომ ჩემი სახლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი ცურტაველის ნომერ 2-ში მდებარე იყო მისი ბებიის ეთერ სარქისოვას სარგებლობაში, რაზეც დავეთანხმე და გავყევი კოსტავას ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსში.
გარდა აღნიშნული ფართისა, სხვა ნაკვეთის ეთერსარქისოვას სარგებლობაში არსებობა მე არ დამიდასტურებია. ნოტარიულ აქტში, რომელიც ზაზა აბესაძემ წარადგინა და მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ განიხილა, ძირითად ტექსტში მითითებულია ცურტაველის 2, რომელიც მართლაც ის მისამართია, რაც მედია ჭავჭანიძემ მეზობელს დაუდასტურა. თუმცა ამავე აქტში ხელით გაკეთებულია შესწორება და ჩაწერილია ცურტაველის 20-21, რომელიც დარის პანაშვილის და მისი მეზობლების მომიჯნავე მიწაა. მედია ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ეს შესწორება მისი თანდასწრებით არ გაკეთებულა. ნოტარიუსი გინტური მედია ჭავჭანიძეს არ ეთანხმება. არა, კაცო, პროცედურა დასულია აქვს. იქვეა დასმული ბეჭედი. როცა ხელმოწერები მოწმდება, მარტო ვამოწმებ მას, რომ პიროვნება ნამდვილად იყო მოსვლილი და ნამდვილად მოაწერა. ტექსტში რა წერია? ნოტარიუსის ინტერესში არ შედის. იქ 2 ნომერი ეწერება 62 თუ 102, მნიშვნელობა არ აქვს ნოტარიუსისთვის. როცა ცვლილება შედის, აქ აუცილებლად მოწმეთა ხელმოწერები უნდა მოხდეს კიდევ დამატებით იმ ცვლილებას. აქ ფაქტიურად შუაშია ის ცვლილება ჩასმული და ნაბეჭდის სახით, სადაც მითითებულია ნაკვეთი ნომერი 2, ის შეცვლილია და მითითებულია 20-21. ანუ ფაქტიურად ნაკვეთის სარგებლობა, რასაც მეზობლები ადასტურებენ, შეცვლილია სხვა ნაკვეთით. თვითონ ნოტარიუსში არის ეს გაკეთებული. მეორე მოწმე, რომელიც ეთერსარქისოვას მიერ მისის სახლიდან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთის ფლობას ადასტურებდა კარლო აპრიკოვია. კარლო აპრიკოვს საერთოდ არ ახსოვს რა დაადასტურა. მან ასევე ვერ გაიხსენა სარგებლობდა თუ არა აცგარდაცვლილი მეზობელი აღნიშნული მიწის ნაკვეთით. ამ კანონის ფარგლებში შეიძლებოდა იმ მიწის დარეგისტრება ამ ხალხებზე? რატო? ის სარგებლობდა მაგოდის ნაკვეთს რა. რომ მოსარგებლი არის. ადამიანი მოწმე, რომელიც მეუბნება, რომ მოწმე, აი ხა თქვენ ხომ გაიხავეთ ირუბაში არა? ადამიანები ვაფშე გონი გავს 90% ვაფშე თბილისში არა ჩამოსული და ის რა ქვია საერთოდ თბილისში არ იმას გამოცდენილი არა ვის რომელი მოწმეს იმაზე იძახით როცა ნოტარიუსი მესამე მოწმე ნოტარიულ აქტზე, რომლის საფუძველზეც მერიამ საკუთრების უფლება აღიარა, ელმან მამედოვია, თუმცა მის კვალს ადვოკატებმა ვერ მიაგნეს. გაირკვარო ფაქტიურად, როდესაც მოვიკითხეთ ისევ იმ ქალბატონთან ის მეორე მოწმე, ის დანარჩენი 2 მოწმე, ელმან მამედოვზე გითხრა, რომ ეს იყო გარდაცვლილი პიროვნება. და ჩვენ კიდევაც დავეჭვით, რომ იქნებ შეგეშალათ თქო თქვენ ერთ-ერთ მოწმეზე, რომელიც თქვენთან ერთად აწერდა ხელს, იმაზე ვლაპარაკობთ თქო და არა ჩემთან ერთად არ მოუწერიაო იმას ხელიო, იმიტომ რომ მარტო მე წამიყვანესო 1-2 იქო. საქმის შესწავლის შემდეგ ადვოკატება თბილისის მერს გიგი უგულავას ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს და საკუთრების აღიარების კომისიის აქტის, რომელიც ეთერსარქისოვას ცურტაველის ნომერ 20-21-ის მეპატრონედ აღიარებდა, ბათილად ცნობა მოითხოვეს. და ამ კომისიას თავმჯდომარეობდა ირაკლი აბესაძე და მისი აცილებაც მოვითხოვეთ, იმიტომ რომ აი ასეთი დოკუმენტებიდან, აი ასეთ დოკუმენტებზე არ დახუჭავდნენ თავს, რომ არა მე ვამბობ რომ აქ შესაძლებელია იყოს რაღაც ნათესაური კავშირი და სწორედ იმიტომ ხდებოდეს აი ამ ფაქტიურად აი ასეთ დოკუმენტებზე თვალის დახუჭვა, როცა არც ერთ მოქალაქეს არ აპატიებენ, რომ ასეთი დოკუმენტი წარადგენ. არც კი მიიღებენ. და საკმაოდ დარწმუნებული ვარ, თავზეც გადაახევენ იმ დოკუმენტებს, მაგრამ რატო მაინც და მაინც ზაზა აბესაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე მოხდა თვალის დახუჭვა? კომისიის განხილვის დროს მოვითხოვეთ იმ ქვითრის წარმოდგენა, თუ რაც უნდა გადაეხადა, როგორც მიტაცებული მიწის დაკანონების დროს ზაზა აბესაძეს, მაგრამ არ მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ ამას მოგვაწოდნენ შემდგომ პასუხთან ერთად. ჩვენ, როდესაც გავიდა ეს ორკვირიანი ვადა, დათქმული ორკვირიანი ვადა, რაც მერიამ გვითხრა, რომ 2 კვირაში იქნებოდა პასუხი, არც ქვითარი, არც პასუხი. მერიამ ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა, თუმცა ადმინისტრაციული აქტი არ გააბათილა. გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლება საქმის გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას მიმართეს. მანანა ნასიძე იხსენებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ახალი პროექტი იწყებოდა, მათ ინვესტორები ხშირად აკითხავდნენ. ძველი უბნის მაცხოვრებლები კი მათთვის შესაფერის წინადადებას არჩევდნენ. თუმცა იმის გამო, რომ მათი სახლების მიმდებარე მიწა მერიამ სხვას დაურეგისტრირა, ამჟამად ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე დარჩნენ და დღეს საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ელოდებიან. ფაქტურად ეს ადგილი, ეს ჩვენი სახლები უნდა იყო, რომ მივიდნენ ამ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ზუსტად ჩვენ გვემიჯნება, ამ სახლებს თუ არ აიღებენ, ვერაფრით ვერ მივლენ ისე იქით.
იმას ვერ მივახლოვდებიან. მამუკა დარისპანაშვილი და მისი მეზობლები ეჭვობენ, რომ მათი სახლების მიმდებარე ნაკვეთები მას შემდეგ დაკარგეს, რაც მერიას მიმართეს. მერიაში წარდგენილი მათი განცხადება ძველობაში თავისუფალ მიწაზე ზუსტ ინფორმაციას შეიცავდა. ეს განცხადება დაიბლოკა. ამ დროს, როგორც ჩანს, გულდასმით ათვალიერებენ ყველა განცხადებას, მათ შორის ამ განცხადებაში იყო ინფორმაცია მიწისა და მდებარეობის და ფართობის შესახებ. როგორც ჩანს, მოეწონათ ეს ნაკვეთი და პარალელურად დაიწყეს სხვადასხვა ყალბისაბუთების შეგროვება სხვადასხვა უწყებაში. მესამე პირის გამოყენებით შეიტანეს იგივე მიწის ნაკვეთზე განცხადება და ვიღაცას დაურეგისტრირეს უპრობლემოდ. თუ რატომ არ დაუკანონა გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს მათი მომიჯნავე ნაკვეთი, ამ თემაზე მერიას არაერთხელ მიმართეთ, თუმცა მერიამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.